აუდიო ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერები ისევ უკრაინულ ვებგვერდზე დაიდო და ისევ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით. ამჯერად ოდესის გუბერნატორის სავარაუდოდ ნაციონალური მოძრაობის წევრებს ნუგზარ ციკლაურსა და გივით არგამაძეს ესაუბრება. ჩანაწერების მიხედვით საუბარია პარტიული მხარდამჭერების მობილიზებაზე რუსთავიორის შენობასა და სასამართლოსთან. ჩვენი 3000 კაცი მოვა იქ 2500 კაცი ჩვენი პლუს კობა და ის რა ქვია კიდევ ვიღაცები 3000 კაცამდე მოვა რუსთავიორთან. კაროები და რაღაცეები გვაქვს ყველაფერი გვაქვს და დაიწყებენ ის ხვალ უკვე დამონტაჟებას და ყველაფერს რა. და ვერასაც მეუბნებიან აქ მაგათ ეგეთი სცენარი რომ ჩვენი ხალხი რომ იქნება იქ თვითონაც მობილიზაცია გაუკეთონ 1-600 კაცს. ხო და იქ მოხდეს კლეში რაღაცა ამაში. ვიცი და მე პოლიცია მომდის და მე რუსთავს. პოლიცია და მე ისა ხო ხო და აი ესეთი ის არის რა ქვია. მე ჩვენ ჩამოყავს ახლა ვიღაცები ჩამოყავს ცოტა ისეთი ხალხი და 50 ადრე სპეციალიზმელი და რაღაცა ეგეთი ხალხი სამეგრელოდან ჩამოყავს აქ იქნებიან. ხო და ისე იმ დღიდან როცა ეს განაჩენს იტყვის რომ უნდა გამოვაცხადო, აი იმის მეორე დღიდან რაც დღესაც დაასახელებს იქიდან იწყება რეალურად ეს პერმანენტული აქციები, იმიტომ რომ იმის მერე უკვე ვეღარ საზღურავთ ჩვენ აღსრულებას როდის იქ. ესე იგი ეგ სადღაც სავარაუდოდ ალბათ მოხდება ერთი კვირის განმავლობაში. ანუ ხო და ნუ მაგ დროისათვის გჭირდება ეს დიდი მობილიზაცია. ეს კონცერტი იქნება. კონცერტი მნიშვნელოვანი. ხო, გადა. აბა ვინდა ამობილიზია მეთხარი? ხო. გუშინგი გამეწყარა. ნუ მოგეც არის რა, საკმარისი რაოდენობით მოყავს რა. ზოგი ისეთია, გაგდებულები, ზოგი ჩვენია, ზოგი ეს არის, მაგრამ ნუ ჩვენ თავი პირველ ნაწილს გავუძლებ, მეორესაც გავუძლებ, მეორესაც და მე მგონი მესამესაც დაჟე რა.